იმ ფონზე, როდესაც რუსეთი საქართველოში ტერორისტულ აქტებს აფინანსებს, მოსკოვთან სხვა თემაზე მოლაპარაკების წარმოებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ასეთია საქართველოს წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც ჟენევის მორიგი კონსულტაციებიდან თბილისში დღეს გამთენიისას დაბრუნდნენ. დელეგაციის ხელმძღვანელი გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩიხში შევიდეს. ბოლო მე-16 რაუნდის მთავარი თემა სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ტერორისტული აქტების ორგანიზების მცდელობა იყო. თუმცა რუსულ მხარეს დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ გაუცია. პირობებში თუ კი გაგრძელდება ამ ტიპის ტერაქტების კამპანია რუსეთის ფედერაციისგან, ჩვენ შეუძლებელად მიგვაჩნია ასეთ ვითარებაში უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის წარმოება იმ მხარესთან, რომელიც პარალელურად გზავნის ამ ფეთქებლებს საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომლის ამოცანაა ადამიანების მსხვერპლის გამოწვევა. ეს არის ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია, მთავარი საკითხი, რაც ჩვენ საუბრობდით, იყო სწორედ ეს ტერაქტები.